ქართული კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ვახო სანაიას დაკავებას თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობას უკავშირებენ. როგორც კრიტიკული ჟურნალისტები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, ეს არ არის შემთხვევითი. ვახო სანაია შემთხვევით არ მოხვედრია ხელში ქართულ ოცნებას და ის სწორედ იმიტომ დააკავეს, რომ საზოგადოებას დაანახონ. თუ კი კრიტიკული მედიის წარმომადგენელი ჟურნალისტი ტელეწამყვანი შესაძლებელია იზოლატორში აღმოჩნდეს მისი თავისუფალი აზრის გამოხატვის გამო, მაშინ რატომ არის დაზღვეული მაგალითად სხვა ადამიანი, რომ ანალოგიური ბედი არ გაიზიაროს. ვახო სანაიას კოლეგები, კრიტიკული მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ტელეწამყვანები და ყველა ის ადამიანი, ვინც ახლა ფიქრობს, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი სიტყვისა და აზრის გამოხატვის სადარაჯოზე ყოფნა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ანონსებს განგრძობად ბრძოლას იმისთვის, რათა ქართულ ოცნებას არ გამოუვიდეს ამ გეგმის სისრულეში მოყვანა და ვერ შეძლოს მან თავისუფალი აზრის ჩახშობა და გაჩვენება. ვისაც ჯერ ილუზიები აქვს რა ტიპის ქვეყანაში გვაცხოვრებს ოლიგარქის რეჟიმი, უბრალოდ ვთხოვ რომ დაფიქრდეს, შეიჭრნენ ადამიანის პირად სივრცეში და რა ვიცი, ხუმრობის გამო ადამიანს რეჟიმი ციხეში უშვებს, ჟურნალის, კრიტიკულად განწყობილ ჟურნალის 14 დღით ციხეში. ვახო წერდა რომ შალვა პაპუაშვილი არ არის და ნუ ეძახით მას და ასევე ბოჟაძეც არ არისო და პრაქტიკულად არ ვიცი სასამართლომ დაადასტურა რომ ეთყობა არიან ისინი და ამიტომ როგორც დამნაშავე დააკავეს ვახო სანაია. აი ყველაფერი იმისთვის რომ შალვა პაპუაშვილმა თქვას რომ მე არა ვარ და ამით ერთადერთი რასაც ამტკიცებს არის საპირისპირო. კი ბატონო, მივედით აქამდეც ყველას დაგვიჭერენ, ეხლა ალბათ მეც მომაკითხავენ, დანარჩენებსაც მიაკითხავენ. ყველა ციხეში ჩაგვაჯენენ. იყო ვახოს დასჯა პერსონალურად, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დაუმორჩილებელი და გაბედული ადამიანის დასჯა. იმიტომ რომ ვახო მართლა ამას ყველაფერს აკეთებს, როგორც დაუმორჩილებლობის აქტ. არაფერი არ არსებობს საერთოდ, რომელსაც ეს მანიაკალური დიქტატორული რეჟიმი არ გადალახავს და მეგობრებო, ყველა კარზე დააკაკუნებს ეს რეჟიმი. სიტყვის გამო ჟურნალისტის ციხეში გაშვება ეს არის ტიპიური რუსული ხელწერის, პუტინისტური ხელწერის შემოტანა საქართველოში. ამას აქვს ერთი მიზანი, რომ რაც შეიძლება მეტად დააშინონ საზოგადოება, არა მხოლოდ ჟურნალისტებზე ვლაპარაკობ, ყველა რიგითი მოქალაქე, რომ როდესაც მერის მიერ ცუდად გაცემული სამშენებლო ნებართვის გამო ადამიანს სახკარით თავზე ჩამოენგრევა, გაჩუმდეს, შეეგოს და ხმა ვერ ამოიღოს. როდესაც უკანონოდ დააკავებენ ადამიანს და ციხეში ჩასვავენ შეკერილი საქმით, გაჩუმდეს, შეეგოს და ხმა ვერ ამოიღოს. ამ ყველაფრის მიზანი არის ეს, რომ საზოგადოებაში დაისადგუროს ტოტალურმა მდუმარებამ. ვახო სანაია შემთხვევით შერჩეული არ იყო, სწორედ ამიტომ იყოს, რომ საზოგადოებაში გაჩნდეს რიგით მოქალაქეში აღქმა, რომ იცი რა, აი ჟურნალისტი, კრიტიკულად განწყობილი, თავისუფალი მედიის წარმომადგენელი თუ სიტყვის გამო დაიჭირეს, მე რას მიზამენ. ზუსტად ამაზე არის გათვლილი ერთ-ერთი პუტინისტური ხელწერა, რაც ხდებოდა რუსეთში. ვახო სანაია უკვე გადაიყვანეს მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში, მასთან ჯერჯერობით არ შესულა ადვოკატი, უფლებადამცველი მას ცოტა ხანში მოინახულებს, რაც შეეხებათ ოჯახის წევრების პოზიციას, როგორც მისი ოჯახის წევრები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, ვახო სანაიას ყველა სიტყვას იზიარებენ, რომელსაც ის ამბობს, ან სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტის ან სტატუსის სახით, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ იმ ფაქტს, რომ ის ახლა უკვე მეორედ დააკავა ქართულმა ოცნებამ ადმინისტრაციული წესით, შეგახსენებთ, რომ ის გზის გადაკეტვის მოწყავდა ივანიშვილის გუნდს დაპატიმრებული, ეს ყველაფერი მხოლოდ იმის ინდიკატორია მათ შორის ტელეწამყვანისა და ჟურნალისტის ოჯახის წევრებისათვის, რომ ქართულ ოცნებას აშინებს, აწუხებს, დისკომფორტს უქმნის ყველა კრიტიკული აზრი, ყველა თავისუფალი სიტყვა, ამიტომ ძალიან სიმპტომატურია სწორედ კრიტიკული ტელევიზიის, მედიის წარმომადგენლის იზოლატორში გამოკეტვა თავისუფალი აზრის გამოხატვის გამო ახლა უკვე რიგით მეორედ. ძალიან გაგვიჭირდება მის გარეშე, სანის გაუჭირდება და რაღაცნაირად დასახსნელი მექნება ეს ყველაფერი, თუმცა მე ყველანაირად ვიზიარებ ვახოს პოზიციას, მხარს ვუჭერ მას ამ პროცესში, მის ამ ბრძოლაში და რაც შემიძლია თქვა, რომ ძალიან ნერვიულობ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩემ თვალწინ პირველად მოხდა წინა დაკავების, რომ საქართველოში არ ვიყავი
და ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ რა მოხდა ზოგადად ქვეყანაში, რომ Facebook სტატუსის გამო პირველი ადამიანი დააკავეს და ეს არის ვახო, ეს ძალიან შოკის მომგვრელია. ვახო სანაიას დაკავებას მოყვა თავიდანვე შეფასებები როგორც დასავლეთიდან, ისე ქვეყნის შიგნით. მაიკ გელერმაც გამოაქვეყნა პოსტი ამასთან დაკავშირებით, ასევე ამაზე ისაუბრა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა და ძალიან მწვავე შეფასება მისცა. ეს პირდაპირ დაუკავშირა დიქტატურის დამყარების მცდელობას, ხოლო რაც შეეხება თეორისტებს, ერთმანეთის მიყოლებით წერენ უფლებადამცველები პოსტებს და საუბრობენ იმაზე, რომ ისაც ახლა ხდება, მათ შორის ვახო სანაიას დაკავება არის დისტოპიური სცენარი და მხოლოდ იმის დადასტურებაა, რომ ქართულმა ოცნებამ დაიწყოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფრო მძიმე ფორმებით დევნა და დღეს უკვე მივიღეთ პირველი ადამიანი, რომელიც სკრინვას ქროლვის სააგენტოს მიერ არის დაკავებული. ის არის კრიტიკული მედიის წარმომადგენელი და ორ კვირას მხოლოდ იმიტომ გაატარებს მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში, რომ სოციალურ ქსელში ირონიული ხასიათის პოსტი დაწერა.